სადა ჯარისკაცები. უი, დაგერა. გამარჯობა ჯარისკაცებო. საფიჩხიაში 100 წლის ქალბატონი თამარი ცხოვრობს. ის უბრალო ქალბატონი არ არის, არც განსხვავება ის არის, რომ ერთ საუკუნეს გაუძლო. აქ სულ სხვა ისტორია იმალება. ქალბატონე თამარ. მეორე მსოფლიო ომი იყო. კომკავშირის მდივნებმა შტაბში დაიბარეს. 25 წლის ნებაყოფლობით ომში წავიდა. თამარ ჩხაბერიძე, მეტყვი ამქრქვევე, მემატიანე. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქალბატონ თამარ ჩხაბერიძეს მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახელით მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც თქვენ გაწიეთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმზე გამარჯვებისათვის. რაც ძლიერი იქნება სახალხო, რაც უფრო მეტი იქნება, მით ძლიერი იქნება ჩვენი სამშობლოც. ჩვენ ყველანი რიგითი ჯარისკაცები ვართ. მოგძანდით. ომგამოვლილ 100 წლის ქალბატონს გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს. ქუთაისის მესამე ბრიგადის ჯარისკაცებს ის დეტალებს უყვება. ბებო, ხა, ერთი მაგალითი გითხარით თქვენ რომ იარაღი გამოიყენეთ. ჩვენ ვიყავით საჰაერო თავდაცვა. ახლა დამავიწყდა, თორა ყოველთვის ვლინავის სიჩქარე, სიმაღლეზე წერი, სახელები, სულ ყველაფერი. რამდენი ნალევს აკეთებდა დღეში, ყველაფერი, როგორც პატარა ბავშვი, ისე გვყავდა თითოეული თვითლენავის შესწავლილი. ყველაზე მეტად აი რა დაგამახსოვრდა. იყო ერთი დავალება შტაბიდან, უნდა წამეღო კონვერტი 7 კილომეტრის სტაციებით, სადაც იყო კიდევ განლაგება იმაში. შეიძლება იმ კონვერტში არაფერი არ იყო, მაგრამ ეს გამოსაცდელად სააკეთებდნენ მაინც. ჩემ ცხოვრებაში არაფრის არ შევშინები. რომ მაგალითად ვიდივარ ხაზე, ეს არის M4 სუზახი ჩვენ. კალიბრი 5.56 მეტრი. მათადე რა სუზახი? M4. ეს გავს იმას დეშეკას, იმას ვაზდუშნევი ახალზელია, იმასაც და ამასაც ეს თვითოა. ომში სიყვარულზე ნაკლებად უფიქრია. სიყვარული გამარჯვების შემდეგ ეწვია, თუმცა რომანტიული შეხვედრების გარეშე. რა გააკეთა თქვენმა მეუღლემ, რომ გაყევით ცოლად? გააკეთებით იგი, რას გამიკეთებდა დედა. ჩვენს დიდ ბებოს გაუმარჯოს, ჩვენს დიდ ბებოს გაუმარჯოს.